დღეს ვიმუშავებთ ჰარმონიაზე, ჰარმონიის მოპოვებაზე ჩვენ სივრცეში, ჩვენ სულში, გონებაში და ამ ჰარმონიის მეშვეობით როგორ მივიღოთ სასურველი. პირველ რიგში ალბათ იმისთვის, რომ გქონდეს ყველაფერი ის, რაზეც ვფიქრობთ უახლოეს მომავალში, რაც გვინდა რომ იყოს ჩვენ სივრცეში, ეს შეიძლება იყოს პირობითად მოგზაურობა, ან რამე ნივთი, ან შეიძლება ეს იყოს ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება, მოკლედ ყველაფერი, რაც თქვენთვის არის ამ წუთას ჰარმონიასთან დაკავშირებული. რადგან ჰარმონიაზე ვსაუბრობთ, ამიტომ დღეს გამოვიყენებ სანოტე სისტემას და ეს იქნება ჩვენი დღევანდელი ნამუშევრის ამოსავალი წერტილი. ვხატავთ ვიოლინოს გასაღებს, ვისაც არასდროს გამოგიყენებიათ ვიოლინოს და ბანის გასაღები და არ ხართ მუსიკასთან კავშირში, ჯერ ივარჯიშეთ ვიოლინოს გასაღების დახატვაზე, არც ისე რთულია, ძალიან ლამაზია და შემდეგ დაიწყეთ უკვე მუშაობა, რომ ნამუშევარი არ გაგიფუჭდეთ. მოკლედ ჯერ ვხატავთ ვიოლინოს გასაღებს, შემდეგ ბანის გასაღებს და ვავლებთ შემდგომ უკვე სივრცულ ხაზებს, რომელსაც ექნებათ ნოტების ხაზების ფორმა. ანუ 5 ხაზი უნდა გავავლოთ, უნდა იყოს ნეიროგრაფიული. მე აქ შევეცადე, რომ არ მომექცია ჩარჩოებში და ზუსტად ისე არ დამეხატა, როგორც ნოტები იხატება და რომელსაც იწერება, როგორც იცით ვიოლინოს გასაღებს და ბანის გასაღებს აქვს თავისი ადგილი, სადაც უნდა დაიხატოს, მაგრამ მე აქ შევეცადე, რომ ეს ცოტა დისტანცირება გამეგეთებინა და ზუსტად არ გამემეორებინა. ეს ხო არის ალგორითმი, ანუ ჩვენ აქ პირობითად ვიყენებთ ამ ნიშნებს და თქვენ შეგიძლიათ, სადაც გნებავთ, იქ დასვათ. შემდგომ უკვე ამ ხაზებზე ვხატავ წრეებს, რომელსაც აქვთ როგორც ნოტის ფორმა წრეების და ამ წრეებში შიგნით ვწერ რა დატვირთვას ვაძლევ მას, ანუ რაში მინდა მოვიპოვო ჰარმონია, ხო? არ გვავიწყდება, რომ დასაწყისში 2 წუთის მანძილზე ვაკეთებთ თემის აქტივაციას და აქ მთავარ თემად შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ ჰარმონია და ოციანოს და 2 სიტყვა, რაც მოგვაფიქრდება ჰარმონიასთან დაკავშირებით, ანუ რაც ჩვენთვის ასოცირდება ჰარმონიასთან, რაც ნიშნავს, ხო, სულიერ სიმშვიდეს ჩემთვის, მაგალითად, რას მოაქვს ეს ჰარმონია ჩემთვის, ხო? ამას და მე შეეცადეთ, რომ გააერთიანოთ ესენი რამოდენიმე ნოტი რო გამოგივიდეთ, თუმცა თუ თქვენ დიდ ფურცელზე შეასრულებთ, შეგიძლიათ პატარ-პატარა ნოტები, მართლა ნოტების სახით გააკეთოთ და ჩაწეროთ ბევრი იყოს ეს ნოტი მაგალითად და ჩაწეროთ შიგნით რომელი რას აღნიშნავს. მერე უკვე იწყება ნეიროგრაფირება, ანუ კუთხეებს ვამგვალებთ, ყველას კუთხეს მომგვალებთ შიგნით ამ ჩვენს ნოტებსაც, ვიოლინოს გასაღებსაც და ბანის გასაღებსაც და მერე უკვე გავავლებთ სივრცულ ხაზებს. გვახსოვს, რომ სივრცული ხაზები გვეხმარება გავიტანოთ სივრცეში, ჩვენს გარშემო სივრცეში ჩვენი სურვილები, ამ შემთხვევაში ის, რასაც ჩვენთვის მოაქვს ჰარმონია, ვაკავშირებთ ჩვენს სივრცესთან. ანუ ჩვენ ჯერ ეს ჩამოვაყალიბეთ, დავსვით ნამუშევარზე და მერე გაგვაქვს უკვე სივრცეში წვრილი სივრცული ხაზების მეშვეობით. გადაკვეთის ადგილებს ვამგვალებთ. ეს მომგვალება ჩვენს გონებას აძლევს სიგნალს, რომ მარტივად გაიაროს ადაპტაცია, მარტივად გაიტანოს ეს ყველაფერი ჩვენგან სივრცეში და არ იყოს არანაირი წინააღმდეგობა ჩვენთვის ამ პროცესში. აი, ამას აკეთებს მომგვალება. ამიტომ შეეცადეთ, რომ არ გამოგრჩეთ არსად გადაკვეთის ადგილების მორბილება. მომდევნო ეტაპი ეს უკვე არის ფერის შემოტანა. ფერი საკმაოდ მნიშვნელოვანია და აძლევს ენერგიას ჩვენს ნამუშევარს, ამიტომ სანამ დაიწყებთ გაფერადებას და არქეტიპირებას, დაფიქრდით კონკრეტულად თქვენთვის რა ფერებია საჭირო, რომელი ფერების გამოყენება გსურთ.
მე აქ ფანქრით ვასრულებ ნამუშევარს, თუმცა შეგახსენებთ, რომ დასაწყისში, ანუ საწყის ეტაპზე აუცილებლად უნდა შეასრულოთ ნამუშევარი ტექსტის გამომყოფით. ანუ არჩიოთ ფერები ტექსტის გამომყოფში და მოახდინოთ აუცილებლად გადაკვეთა, ანუ ხაზები არ უნდა გამოგრჩეთ. თქვენ შეასრულებთ ალბათ ნამუშევარს სქელე მარკერით და აი ამ მარკერზეც უნდა გადადიოდეს, უნდა აერთიანებდეს რამოდენიმე უჯრედს ფერი. ეს გაითვალისწინეთ. როგორც გახსოვთ, ნეიროგრაფიკას აქვს რამოდენიმე წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, უпростоრად უნდა დავიცვათ აუცილებლად თანმიმდევრობა, როდესაც უკვე იქნებით გამოცდილი ამაში და თქვენი გონებისთვის ეს პროცესი იქნება მისაღები, ანუ უკვე დამახსოვრებული აქ გონებას, რას აკეთებთ ამ დროს, როცა მუშაობთ ნეიროგრაფიკაზე და იცის უკვე რაღაც გარკვეული ეტაპის მერე, თქვათ ერთი თვე თუ იმუშავებთ ნეიროგრაფიკაზე და შეასრულებთ სხვადასხვა ალგორითმებს, გონებამ უკვე იცის ამ პერიოდში, რას აკეთებთ, რისთვის აკეთებთ, აი ეს თემის აქტივაციაც მნიშვნელოვანია და იცის რის მერე რა მოდის. პროცესი აქ დამახსოვრებული უკვე. სწორედ ამიტომ რომ დავიმახსოვროთ და ჩვენს არაცნობიერში ჩაჯდეს ეს პროცესი თანმიმდევრულად, აუცილებელია დავიცვათ მარტივი წესები, რომელიც აქვს ნეიროგრაფიკას. ეს ეხება ასევე ფერის შემოტანასაც, არქეტიპირებასაც. აი 1-2 თვის შემდეგ უკვე შეგიძლიათ რომ თქვენებურად ხატოთ, მაგალითად გამოიყენოთ ფანქრები და არა ტექსტის გამომყოფი და უკვე ჩაჯდება თქვენში ეს სტრუქტურა და შესაბამისად ინდივიდუალურს შექმნით თქვენ, როგორც მოისურვებთ, ანუ რასაც გიგარნახებთ თქვენი შინაგანი სამყარო. უფრო მეტიც მერე შემდგომ ეტაპზე თქვენ შექმნით საკუთარ ალგორითმებს, როცა უფრო მეტი გეცოდინებათ სისტემაზე, როგორც მე ეხლა ეს ჩემი გამოგონილი ალგორითმია. ვიღაცასთან უფრო ადრე გაიღვიძებს, ვიღაცასთან ცოტა მერე, თუმცა უნდა აღნიშნო, რომ ეს აუცილებლად მოხდება, თქვენი ინდივიდუალიზმი გამოვლინდება აუცილებლად. და გადავდივართ ახლა ბოლო ეტაპზე, ეს არის სივრცული სქელი ხაზის შემოტანა. შეგიძლიათ რამოდენიმე სივრცული ხაზი გაავლოთ, ესეც თქვენ უნდა იგრძნოთ, თუ მეტია საჭირო შეგიძლიათ დაამატოთ, თუმცა 3-ზე მეტი უკვე ზედმეტი იქნება. აქაც აუცილებლად ვამკვალებთ გადაკვეთის ადგილებს, თუ ის წარმოიშობა. შემდეგ უკვე ვირჩევთ ფიქსაციის ფიგურას. მე როგორც გითხარით, ამოვირჩიე ვიოლინოს გასაღები და ერთ-ერთი ნოტი, რომელიც ყველაზე დიდია და უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ მომენტში. გისურვებთ ჰარმონიას, სულიერ სიმშვიდეს და ამ გზით ყველა თქვენი სურვილის სწრაფ განხორციელებას.